მოგესალმებათ შაბათის მებაღე. ვაგრძელებ სერიას ვარდების სხვლაზე. განვიხილეთ უკვე ხვიარა ვარდები, კლაინბერი, რამბლერი, შრაბის, ფლორიბუნდას სხulis წესები. პირველი მეორე ვიდეო ნახეთ, ახლა მოგახსენებთ თუ როგორ ვაქციოთ ძლიერი ხვიარა კლაინბერი, შრაბ ვარდად მუდმივად მოყვავილე, შესაძლოა ითქვას ფლორიბუნდადაც კი. მინდა გითხრათ, რომ ეს ვარდი საერთოდ ედემ როუზი, რასაც უნდა შევეხოთ, არის საკმაოდ ძლიერი კლაინბერი. არკებზე ან შპალერზე ვზრდით, აუცილებლად უნდა გადავხაროთ ჰორიზონტალურად მისი ტოტები და ახლა ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ ამაქვს სხვა ტიპის ვარდი, იგივე კლაინბერი გადაშლილი შპალერზე ჰორიზონტალურად და ეს არის შარშანდელი მისი წამონაზარდები, ანუ შემდეგ ამ ჰორიზონტალური ტოტიდან ვერტიკალურად ზემოთ იზრდება ტოტები და მასზე ყვავილობს. ახლა წესით ეს ტოტები უნდა დამოკლდეს ერთ-ორ კვირტზე და წესით ასე უნდა გაისხლას ედემ როუზიც, მაგრამ ოიდა საოცრება, გავაკეთებ მისგან ბუჩქს. როგორც შესავალში გითხარით, მინდა გავსხლა. ეს არის მეორე სერია ვარდების სხulis. პირველი უკვე გამოვაქვეყნე და შეგიძლიათ ზევით მითითებულში ნახოთ. აგრეთვე მივაბამ ქვემოთ პირველივე მიმაგრებულ შეტყობინებაში ჩემი სახელით. ამჯერად ესე იგი უცნაურ ამეს ვაკეთებ. ყველა მითხრა რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ აგერ უკვე მესამე წელია და ხედავთ რამდენად ძველია ბუჩქი. ამას ვახერხებ. ეს არის ხვიარა პიერ დე რონსარი, ედემის ვარდი, ყველაზე საყვარელი ვარდი, ხვიარა, რომელიც იქცევა ფლორიბუნდასავით, თუ მას ესე გადავჭრით, ესე ბუჩქად ვაქცევთ. ანუ ყვავილობს თელი ზაფხული, მაგრამ იმისათვის რომ თელი ზაფხული ყვავილობს, პირველი ყვავილობის შემდეგ უნდა დაუტოვოთ წვრილი ტოტები. ესენი. უნდა დავინდოთ, როცა გავსხლავთ. ზაფხულის ყვავილობა ჩვენთან ვარდებს უჭირთ ცხელი კლიმატის გამო, მაგრამ მაინც ასიამოვნოა, როდესაც რამოდენიმე ტოტი ყვავილობს. ყვავილი აქვს ძალიან დიდი, სუნი არა აქვს. იწყებს თეთრად ყვავილობას, მერე გული ვარდისფრდება, მთლიანად ვარდისფრდება და ისევ თეთრდება. ყველაზე ადრე იწყებს ყვავილობას, ყველაზე გვიან ამთავრებს ყვავილობას. აი რო გითხარით წინა ვიდეოში ნახეთ თუ შეიძლება პომპონელა ყველაზე გვიან იწყებს მეთქი ყვავილობას, ხო? პომპონელა რო ამთავრებს, ეს ისევ ყვავის. ძალიან დიდ ტოტებს ისვრის, ცდილობს რომ ხვიარად იქცეს. ვაკავებ მაქსიმალურად. აი ახლა ძალიან დაბალზე მაქვს, ხო? ყვავილობის შემდეგ გადაჭრილი. ახლა ნახეთ ამას რას უზამ, როგორ დავამოკლებ. პირველი წესი ამოვიღებ ჯერ სანამ შევხედავ შრაბი რამხელა მინდა იყოს, იმიტომ რომ ეს ორჯერ დიდი გახდება და სამჯერ დიდი, რასაც გადავჭრი იმაზე. პირველ რიგში ამოვიღებ შიგნიდან რომ ტოტებს, რომელიც დაჩრდილავს ბუჩქს, ჰაერს არ გაატარებს, მზე არ მოხდება, მაინც არ იყვავილებს, უბრალოდ მასა იქნება ფოთლების. შევეცდები კიდე გავაახალგაზრდავო. გაახალგაზრდავება, როგორც იცით, ნიშნავს აი იქ ბოლოში, რომ აი ნახეთ, აი აქ მაქვს ამოღებული რამხელა. და გვერდიდან დავაკვირდი, რომ ქონდა კვირტები და ამოუვიდა გვერდიდან ტოტები. აი შეხედეთ, აი აქაც, აი ესე ამოზდის ტოტები. აი ახლა აქ რაც შიგნით ამოზდის, მე ამას დავაბრმავებ, არ მინდა რომ აგაიზარდოს. დავაბრმავებ ნიშნავს მოვაცლი. მერე აი უყურეთ, ამ ახალ ამოსულს დაზიანება აქვს. შიგნით იზრდება, ამას აქეთ გადმოვიყვან, დაზიანებას მოვაცლი და შევხედავ კვირტის ადეხსნება, გადმოვიყვან, იმიტომ რომ მომავალი წლისთან აი პატარა საიდანაც ამოდის ძირი, ხო? იმის გვერდზე რას დიდი ძირია,
შევეცდები ის ამოვჭრა და დავაკვირდები ან ახლა აქედან ამოვჭრი ან აგერ გვერდზე რო აქვს იმაზე გადავჭრი შევხედავ რომელი უფრო ძლიერი იქნება და რომელი უფრო ნაყოფ მომცემი აგერ გადამიჭრია კიდე ერთი გავამზადე გადაყვანისთვის უკანა მინდა ამოვიღო მაგრამ წელს არა ესე იგი აიყურეთ დაზიანებული ტოტი ამას ამოვიღებ შიგნით ყველაფერს დაზიანებულს ამოვიღებ შევეცდები სხვა ვარდებისგან განსხვავებით სადაც წვრილ ტოტებს ვაჭრი ამას გარეთ წვრილ ტოტებს შევუნარჩუნებ იმიტომ რომ იმაზე ყვავილობს აი ეს არის განსხვავება ამ ვარდის მაგრამ დანარჩენი საერთო წესებია ვიცით რომ ვჭრით კვირთთან ახლოს აი ესე და აი ესე ვაცერავებთ რომ წვიმა არ ჩავიდეს თვითონ კვირტში და არ დალპეს დავიწყებ და გაჩვენებთ როგორ გავსხლავ ინსტრუმენტებს უკეთებ დეზინფექციას ეს არასოდეს დაგვავიწყდეს ეს არის სპირტი რაც ამოდის შიგნით ამას ამოვჭრით ძირთან რადგან აქედან არ მინდა კვირტი ამოვიდეს აი ეს არის დაზიანებული აი აქ მთლიანად დაზიანებული ამასაც ამოვიღებ ეს ზემოთაც დაზიანებულია შიგნით იზრდება და აბსოლუტურად არაფერში მჭირდება ეს აი აქ ეხახუნება მიუხედავად იმისა რომ მომავალ წელს ამის გადაჭრას ვაპირებ შეიძლება მიუხედავად არა მომავალ წელს ამის გადაჭრას ვაპირებ რომ გავაახალგაზრდავო ამის შენარჩუნება მინდა რასაც ეხახუნება იმას მოვაცლი თან თუ გავითვალისწინებთ ამოვჭრი ძირში თუ გავითვალისწინებთ რომ ეს შიგნით იზრდება და მაინც არ მინდა ადვილი გადაწყვეტილება ადვილად მიღებადია ეხლა იმის გამო რომ ეს ეხახუნებოდა ცოტა დაზიანება ამას დაკვირვება დაჭირდება ეხლა ზემოთ მე ამას დავამოკლებ და ვნახავ დაზიანება თუ გაგრძელდა ზევით რომ გარეყლორზე გადავჭრი რომ გავარკვიო თუ გაგრძელდა დაზიანება ზევით არა შვიდად ტოვებ მაგას მასე და ვაკვირდები კიდე რა უნდა ამოვიღო აი ეს ტოტიც იზრდება შიგნით იქით უკვე ხახუნს დაიწყებს იზრდება შიგნით გამზადებული მაქვს ამ ტოტის შემცვლელი აი აქ თუ ჩანს ამიტომ მაგას მოვაცლი აი აქ მაქვს დაზიანება შეხედეთ ამას გადმოვიყვან აი ამ კვირტზე ანუ აქედან წამოვა იცით რას ვფიქრობ მე რო ვთქვი რომ ამას დავტოვებ ამის შემცვლელად აგერ ფანტასტიკური შემცვლელი აქვს ეს ამ ძირზე დადგება მაინც აი ამას დავაბრმავებ თუ ხედავთ აქ არის პატარა კვირტები აი ეს დავაბრმავებ ანუ მოვაცლი ესენი აქ არ მინდა ამას დავტოვებ მომავალ წელს და ეს შიგნით იზრდება და ამას თლიანად ამოვიღებ ოღონდ ამისათვის მე დამჭირდება ცოტა უფრო დიდი სეკატორი და ძლიერი შევეცდები ახლა მივუდგე ისე რომ უფრო ახლოს მოვჭრა კუნძთან დიდი კუნძი
არ არის სასურველი. ოპა, ცუდად მოვჭერი. მოკედ, ამას ეხა მე ბაღისდანით მივადგები, სუფთად მოვჭრი, რომ შიგნით ბაქტერიები არ დაგროვდეს. იზრდება, ბუჩქი უნდა მაქსიმალურად გავხსნა. ეს აქ ზაფხულში გადამიჭრია. მეტი ვერ მიუდექი როგორც ჩანს, ეხლა აი აქ გადავჭრი ამას. ესაც შიგნით იზრდება და არ მაწყობს. ესაც ამოსაღებია. იცით რა? მაგას რომ დავაყენებ სიმაღლეზე, მაგაზე მერე დავფიქრდები, შიგნიდან ფაქტიურად ყველაფერი მოხსენი. და ამას აქ ზემოთ წვრილი, შედარებით წვრილი ტოტები, საიდანაც იყვავილებს. და ეს არ მინდა ძალიან გავშალო, იმიტომ რომ გარშემო ნარგავები მაქვს. ძალიან არ გადავშლე, როგორც წინა ვიდეოში რომ გაჩვენეთ პომპონელა როგორ გადავშალე. აი ეს ჩანს დაზიანებული, აქ სავარაუდოდ მხერხავი შეძვრა. მოვიშორებ ძირიდან და შევხედავ. აგერ ჭრით იქამდე სავარაუდოდ სადაც არ იქნება მხერხავი თუ არა და ვაგრძელებთ. აი ეს გადავიყვანოთ აქ, იმიტომ რომ ეხა ხუნება, მაგრამ შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ესენი იყვავილებს აუცილებლად. ეხა მივყვები თანდათან და სადღაც აი ესე ამ სიმაღლეზე, ანუ 1/3-ს მაინც მოვაცლი ზემოდან და გაჩვენებთ რა შედეგს მივიღებ. არ დაგავიწყდეთ. ვაჭრი მხოლოდ კვირტის ზემოთ მაქსიმუმ სანტიმეტრი დახრა კვირტისკენ არა, კვირტიდან საპირისპირო მხარეს. რომ გითხარით, იქ დავტოვე მეთქი, რომ ამოვაცალო. გავასუფთავო, აი ამ დანით გავასუფთავებ პირს. და შემდეგ სპეციალურ ბაღის მალამოს წავუსმე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ჭრილობაა. ანუ დავიმახსოვროთ, ჭრილობა რომელიც არის სანტიმეტრზე მეტი დიამეტრში, ეცადეთ აუცილებლად გაუკეთოთ დეზინფექცია და წავუსვათ სპეციალური მალამო. თუ მალამო არ გაქვთ, იცით, საღებავი შეიძლება ზეთის, ზეთოვანი საღებავი, ჩვეულებრივი საღებავი. კიდესაც თქონდა აი აქ ხომ ამას აქედან ვერ უდგები. მალამოს მერე წავუსვამ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გადასაჭრელი. აი აქაც დამჭა, როგორც გახსოვთ. ესე სასურველი ეს თან კონდეთ, მერე შეიძლება ესე გამოგრჩეთ რომელიმე უკვე გადაჭრილი. ეს იყვავილებს, ოღონდ ამ ვარდისგან განსხვავებით, ესეთი წვრილები უნდა დავტოვოთ. ეს ცოტა მომიძველდა ეს ტოტი, მაგრამ აი აქ ყველა იყვავილებს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს არის ამ ვარდის თვისება. გაითვალისწინე და ანჩენე სხვა ვარდი რო იყოს, თქვათ ფლორიბუნდა, ამას თამამად გადავჭრიდი. მაგრამ ამ ვარდს აქვს თავისი სპეციფიკა. ყველა ვარდი დააკვირდით საერთოდ ვარდი როგორ იზრდება, ისე პირველი 2 წელი ვარდი არის ბუჩქოვანი. გირჩევთ არ გადაჭრათ. ფორმირება არ გაუკეთოთ. მე უბრალოდ თავებს წავაჭრი, პროვოცირებას გავუკეთებ იმის ყვავილის გამოღების. სტრესში, პატარა სტრესში ჩავაგდებ ამ კვირტებთან ადგილს, რომ ვარდმა იფიქროს, რომ ვაი, რა მეშველება, შვილები უნდა დავტოვო, უნდა ვიყვავილო, კვირტი გამოვიბა, მე
თესლამდე მივიდეო. მოვატყუოთ. სხვათაშორის თუ გაგიგიათ ესეთი ნახევრად ხუმრობით გამონათქვამი, რომ ხე თუ არის ხამსო, ცულით მიადექითო. ცულზე რა გითხრათ, მაგრამ თუ ახლად გამოსულ ყოლტებს შეამოკლეთ ზემოდან 1/3, ხო? აი, დამერწმუნეთ, რომ მოსავალს მოგცემთ. რაც არ უნდა გაჯიუტებული იყოს. წინა მხარეს, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრს ტოვებ. იმიტომ რომ იქ ვერანდაა ჩემი. მინდა მალე დაიწყოს ყვავილობა. ანუ უყურეთ, სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა სისქის ტოცრով ტოვებთ, ხო? სხვადასხვა, ანუ ყვავილობას ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ზოგან თქვა, რაც წვრილად გადავჭერით, იქ მალე დაიწყებს ყვავილობას. რაც მსხვილად გადავჭერით, იქ ცოტა გვიან და ყვავილობას გავაგრძელებთ. შემძვრალა. შემძვრალა მხერხავი. ეს უნდა გადავჭრა. იქიდან მხრიდან რომ ვიდექი ვერ ვხედავდი, ამიტომ არის საჭირო რომ უტრიალოთ ბუჩქს. გადავჭერი საღ ადგილამდე. ამ დროს საერთოდ რატო ვჭრით? თქვათ, თებერვალში მარტში. უნდა შეხედოთ, თებერვალი მარტი არ არის ესეთი მანიშნებელი. ვარძე უნდა გამოჩნდეს კვირტი, რომ იცოდეთ საჭრით ზუსტად. შეეცადეთ სხვათაშორის ჭრის დროს ეს კვირტები არ დააზიანოთ. რატო არ ვჭრი შემოდგომით? ჯერ ერთი თავებსაც არ ვაჭრი გვიან შემოდგომაზე ყვავილის თავებს. რომ მცენარე მიხვდეს, რომ და იმას ქნას გამოზამთრებისთვის მოემზადოს, ან დაამთავრა ყვავილობა. ყვავილს რო გადავჭრით, ყველა ჭრა არ აქვს მნიშვნელობა, თავს ჭრით თუ რა ჭრით, აკეთებს ზრდის პროვოცირებას, ვეგეტაციას, რაც მცენარეს ართმევს ძალას. არადა ზამთარში მას ჭირდება შეინარჩუნოს ძალა, რომ კარგად გამოიზამთროს ჯამთელად და ტოვებთ შესაბამისად თლიანად. ეს უნდა მოვიღო. აი, ეს არ მაწყობს. არა, აქ მარ მაწყობს, აი, აქ გადავჭრი. ანუ საკვები მასა. ვიცით, რომ ფესვები იკვებება ტოტებიდან ზამთარში. მერე პირიქით გაზაფხულიდან ტოტი კვებავს მცენარეს. და მთელი ეს დაგროვილი შაქარი, სახამებელი, მინერალური ნივთიერებები, თუნდაც აზოტი მცენარეს ჭირდება შემოდგომაზე, შემოდგომიდან მთელი ზამთარი კვებისთვის. ამიტომ არ ვჭრი შემოდგომაზე, ჭრი მხოლოდ გაზაფხულზე. თან უყურეთ, შემოდგომაზე გადაჭრილი შემდეგ გაზაფხულზე კიდე უნდა მივიდე იმ ბუჩქთან, იმიტომ რომ ნახო რომელმა კვირტმა გამოიზამთრა, რომელმა არმა თან გადაჭრილები, ხო? ყინვის დროს შეიძლება დაზიანდეს. მაინც უნდა გავაკეთო სანიტარული ჭრა და რატომ ვაკეთო ორი საქმე? საერთოდ კვირტს იხსნება თუ ვერ ხედავთ კვირტს, ხო? და ფოთოლი გაქვთ შენარჩუნებული. ფოთლის ზემოთ გადაჭერით. ცერად, აი ესე ეყურეთ, აი ფოთოლი ფოთლის პარალელურად გადაჭერით, არ შეცდებით, იქიდან კვირტი ამოვა. აი ეს დამჭა ბუჩქიდან. აი რამდენი მოხსენი მასა. აი ეს დამჭა ბუჩქიდან, როგორც გითხარით, ეს პატარები დავტოვე, იმიტომ რომ ამ ვარდისთვის ება ამ პატარებზე ისხამს, ანუ გამოიღებს ვარდებს. აი წვრილები რო დავტოვე, სხვა ბუჩქზე მე ამას არ ვშვები. სხვა ვარდზე. მარტო აქ. რომ მალე მივიღო ყვავილობა. და ეხლა თან თქვენთან ერთად ვაკვირდები რა ვქენი. შეხედეთ? დაზიანება. ეს გაცილდება. მოვაცილოთ.
დაზიანება გვერდთან მოვაცილოთ. დავათვალიეროთ თქვენთან ერთად. ხა რა ხდება? ძირი მოვხსენი გიყრია იქ გადაჭრილები, მაგრამ ახლა მაგას მთლიანად მოვასუფთავებ. შვიდად. აი მასე დავფიქრდები, აი ამ ტოტზე. შეიძლება მოვიღო საერთოდ. სულ ეს არის რას დავტოვე, ხო? აი დააკვირდით აქ რამდენი დავტოვე და რატო დავტოვე? ვერანდა მაქვს აქ. აქ მალე მინდა დაიწყოს ყვავილობა, დავტკბე. მე რო გადავჭრი, ხო, მალევე მოუწევთ მაგათ ერთ-ერთი პირველები გადაეჭრება თავები, შემდეგ ეგენი კიდე გააგრძელებენ ყვავილობას, ანუ მომცემენ ყვავილს, იმიტომ რომ ეგ შედარებით ჩრდილში ხდება ეგ ადგილი, მოჩრდილულში და ფაქტიურად მთელი ზაფხული მან რაღაცას მაინც ასხია ხოლმე. აი ამით ვატყუებ მე მცენარეს და არ დაიჯეროთ რომ ძლიერი ხვიარა ვარდისგან, ამაზე ძლიერი ხვიარა ვარდი მე არ ვიცი. რომ არ შეიძლება ბუჩქის გაკეთება. აბსოლუტურად თამამად შეიძლება. თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, რადგან გაზაფხულია და მე არა მარტო ვარდები მაქვს, არამედ სხვადასხვანაირი მცენარეები, ყვავილები, დეკორატიული ბუჩქები, მარადმწვანეები, ხეხილის ვიდეოების ხulis უკვე დავდევი. ვაზი მაქვს, ჟოლო, კენკრები უამრავი და მოგეთ ნახეთ და აკვირდით ჩემ არხს, გამოიწერეთ, თუ ეს ვიდეოც მოგეწონათ, მომიწონეთ თუ შეიძლება. თქვენი შაბათის მებაღე, მომავალ შეხვედრამდე. მას მერე რაც ედემ როუზი გადავჭერი, აი ეს გადარჩა იმხელა ბუჩქისგან, რაც თავდაპირველად გაჩვენეთ. შევეცადე სულ მომესუფთავებინა მისი ჩამოყრილი ფოთლები ამომეღო. აქ მაქვს ვერონიკა ცისფერი გადავჭერი, თეთრპირა ეს, რომელიც გაზაფხულზე ყვავილობს, შევავიწროვე. არმერიები ცოტა კიდე გასასუფთავებელია, გავასუფთავე შეძლების დაგვარად. ეს არის შალფეი. ამან უკვე დროზე ადრე გამოიღო ყლორტები, გადავუჭერი, შარშანდელი ტოტები. თუმცა მეშინია ეს როგორ გამოიზამთრებს, ანუ წინ გაზაფხულს როგორ გადაიტანს, თუმცა ეს რომც მოჭკნეს ამოიტანს. ჯერ ვერ ვეხები, ანუ აქ ერთწლიანი ალისუმებიც ამოვიღე უკვე, მათგან ის უკვე დაყრდა თესლს და ამოვა თავისით. პეროვსკი ვერ ამოვიღე სალვია, რადგან ჯერ ამონაყარი არ აქვს და ჯერ მისთვის ადრეა მოჭრა, იყოს ეს ვერცხლისფერი ფაქტურა, არ მაწუხებს. აქ მე მაინც უნდა დაუბრუნდი, ანუ ეს მაქვს გადასაჭრელი. გერიქით ვარდი შეწამვლის წინ ფოთლები უნდა დავაცალო ამას. აგერ ამას. ჩელსი ჩოპი უნდა გავუკეთო ყვითელ ალისუმს, ანუ თავებს რო წამოიღებს უნდა გადავჭრა, რადგან ეს არის აი ყვითელი ალისუმი. რადგან ეს ძალიან მაღალ ბუჩქს გააკეთეს, ну, სადღაც 40-50 სანტიმეტრს მე არ მაწყობს, 30 მაწყობს უფრო. ანუ აი ამას ფოთლები მინდა შემოვაცალო და ეს ადგილი უკვე გავამზადე შესაწამლად. ამას მე ვერ შევწამლავ 3%-იანით, რომ ვუყურებ, ესეც უნდა მომეჭრა. მე მგონია ამასაც მოვჭრი, რაღაცა დაზიანება, თუმცა ეგ თავი ცოცხალია, დავტოვებ. წინ მოდის და მინდა წინ ყვავილობა. მერე გაჩვენებთ ბუჩქებს როგორ გადავჭრი. ყველა ბუჩქს ერთ-ეგ წელს ეგ როგორც ვარც გავაახალგაზრდავებ, ძველს ამოვიღებ, აი იქნე კარგად ჩანს. აი ეს მსხვილი არის ძველი. აი ეს მსხვილი არის ძველი, იქითაც ჩანს, მაგრამ ამორს ამოვიღებ წელს, მეც არ ამოვიღებ, ცენტრალურს ამოვიღებ, ანუ მესამესაც ამოვიღებ ცენტრალურს, რომ ჰაერმა იტრიალოს, ცოტა დავამოკლებ. ამასაც ეს არის შინდი სიბირიკა, ალბა სიბირიკა.
ეს დავტოვებ ესე ზამთარში მომწონს, თუმცა ეხა ზაფხულისთვის გაისურის ტოტებს და მწვანე მასა იქნება, რაღაც თეთრი ყვავილებიც ექნება, მაგრამ მე ამას დავამოკლებ მაქსიმალურად, აი როგორც ჩარშან დავამოკლე, ესე დავამოკლებ, რომ ზამთარში კიდე მევიღო აი ეს წითელი ყლორტები, ყველაზე წითელი აქვს ახალ ნაზარდზე, წინა წლის. სულ ეს არის. გირად ნამდვილად აგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხი ქვემოთ მარჯვნივ ქვემოთ ლოგოზე დააჭირეთ, მომიწონეთ ვიდეო, დამისვით შეკითხვები. მეც იქნებ ვუშვებ რამე შესდომებს, ჩამისწორეთ თუ შეიძლება, ვფიქრობ ჩემზე გამოცდილი მებაღეები არიან, თუმცა მე ვატარებ ექსპერიმენტებს და იმ ექსპერიმენტის შედეგს, რომელმაც გაამართლა, მასზე ვიწერ ვიდეოებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მომავალ შეხვედრამდე.